ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი იყო წინა ხელისუფლების წინააღმდეგი. ძალიან ბევრი. მე მათთან მეგობრობა არც მიფიქრია რომ უნდა შემეწყვიტა. სხვათა შორის ეს ამ საქმიანობაში ძალიან მეხმარებოდა, იმიტომ რომ მე ყოველთვის მქონდა მეორე მხარის მოსაზრებების მოსმენის საშუალება. და ხშირად ვამბობდი, რომ ეს ადამიანები განსხვავებულად ფიქრობენ, ასე აღიქვამენ. თავისი არგუმენტები აქვს. ბევრ რამეში სწორი იყვნენ ისინი, ხო? მაშინ დამარქვეს, რომ მე ვარ კოცი. და შემდეგ იყო ესეთი შემთხვევა, რომ თუ გახსოვს ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის ანგარიში უნდა წარედგინა და იქ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები მოიყვანეს ჩვეულებრივად. იქ დიდი შეხლა შემოხლა იყო იქ ჩიორა თაქთაქიშვილი ცემეს ასე შემდეგ. და აი მაშინ პრეზიდენტი ვერ მოვიდა იქ, მე რა გავაკეთე რამდენიმე განცხადება. და როდესაც მოვედი სამსახურში, ადმინისტრაციაში, ბევრი ადამიანი იყო იქ, პარტიულებიც, არაპარტიულები, მაშინ მითხრეს, იცი, ჩვენ შენ კოცი გვეგონე. ანუ იმიტომ რომ მე რაღაცეებზე კრიტიკული მოსაზრება მქონდა და რაღაცეებს ვაპროტესტები და გაპროტესტება იმას კი არ ნიშნავს, რომ აი ვიყროდი და ესე ჩემი მოსაზრება მქონდა და ვამბობდი რომ არ არის სწორი და რა თქმა უნდა ხა ვიღაცებს არ მოწონდათ. არასოდეს არ ყოფილა პარტიის წევრი და ეს მათავისუფლებდა ბევრი რამისგან. არც ერთი პარტიის წევრი. აი როგორ ვთქვა, დამეჯერებ, მე არ ვარ ნამყოფი ნაციონალური მოძრაობის ოფისში. მისი ლიდერის პრესპიკერი ვიყავი, ხო? მე ვთვლიდი რომ ეს უნდა გამემიჯნა. და ამის საშუალება მე მიშა მომცა პირველ რიგში, რომ იქ არასოდეს არ წავუყვანი ვარ არც ერთ რაღაცა ის და იქიდან რაღაც ბრიფინგი არ ჩამიტარებია და განცხადება არ ეს გამიჯნული ამბავი იყო. ეს თავიდანვე შევთანხმდით და ეს დავიცავით ორივე. მისთვისაც მადლობელი ვარ.